მოგესალმებით. ეხლა მინდა ორი კრემის შედარება განახოთ. ეს კრემი არის ბერძნული კრემი, რომელიც აფთიაქში ვიყიდე და მოვიხმარდი და არანაირი შედეგს არ ტოვებდა. ეს კი ჩვენი იალის სახის კრემი ლოკოკინის ლორწოთი დამზადებული. პირველ რიგში წავისვი იალის ქაფი, გავიწმინდე სახით, გავიჩერე 2-3 წუთი და ჩამოვიბანე. და ეხლა ნახოთ კრემები. როგორია? ნახოთ ჯერ ბერძნული. განახებთ როგორია. ცალმხარეზე ამას წავისვა, ცალზე მეორეს. აი შეხედეთ. შეხედეთ რა შვება იზილება. აი ნახეთ კრემს სახეზე რო ისვათ, ასე არ უნდა იზილებოდეს არანაირად. შეხედეთ, აი შეხედეთ, ასე კრემი არ უნდა რჩებოდეს სახეზე. აი დაინახეთ. აი როგორ იზილება. კრემს სახეზე რო ვისვავთ, თუ კარგი კრემია, იმ წუთში უნდა შეიწოვოს სახის კანმა და შემდეგ უკეთესი არის. ეხლა განახეთ სამხარეზე აი ლოკოკინის კრემს. შეხედეთ. ჯერ არის ისეთი სასიამოვნო წასასმელი, რომ ვერც კი მიხვდებით და იმ წუთში იწოს სახის კანი. თანაც არ არის მძიმე წასასმელად, რაღაც სასიამოვნო, აი ავსებს ყველა ნაოჭს და ღრმად შედის კანში. აი შეხედეთ ახლა. აი აქეთ მხარეს წავისვით ლოკოკინა, აქეთ მხარეს წავისი ბერძნული კრემი. აი შეხედეთ, ჯერ კიდევ არ აღწევ და თან იცი როგორ მაგსახე, აი მძიმედ და აი ეს ლოკოკინის კრემი, რო წავისი, იმ წუთში შეიწოვა სახე, შევიდა კანში და ჩაჯდა. თანაც არანაირ ალერგიას რომ არ მაძლევს მეთქან ალერგიული რო ვარ ამ მხრივ. სხვათაშორის ამ კრემში, ბერძნულ კრემში გადავიხადე 50 евро აფთიაქში. რომ მითხრესო ძალიან კარგია და კი შეხედეთ როგორ აიზილა სახეზე და როგორი ეფექტი ჰქონდა. ეს კი ჩვენთან უფრო შედარებით იეფიღის და ძალიან კარგია. აი მართლაც რომ სასწაულია. ყველას რომ გირჩევთ, ნაოჭს ავსებს, ვისაც მშრალი კანი აქვს, შეიწოვება მთლად კანში. არ ვიცი, ძალიან კმაყოფილი ვარ პირადად მე. შეგიძლიათ დატესტოთ თქვენც გამოიყენოთ და თქვენც კმაყოფილი დარჩებით მერწმუნეთ. აბა დროებით.